ამ თამაშს ქვია ზარი ახლობელთან. კი ბატონო. ზარი ახლობელთან. შენ უნდა დაარეკო, შენ ნებისმიერ ახლობელთან, გინდა ცნობილი სახე იქნება ეს, უკეთესი იქნება თუ ცნობილი სახე იქნება. ან შეიძლება არ იყოს ცნობილი სახე. ეს შენაერთი უნდა ელაპარაკო და აქ არის რამდენიმე სიტყვა. ამ სიტყვას მე გაჩვენებ და ეს სიტყვები აუცილებლად ამ დიალოგში უნდა გამოიყენო. მოკლედ, შენ გაქვს ერთი ჩვეულებრივი ზარი ახლა შენს ნაცნობთან. რას დარეკავ ჩვენ არ ვიცით და ამ სიტყვებს მოგაშველებს გზადაგზავნა. და სპიკერფონზე თუ შეიძლება. სპიკერფონზე, ხო. აი ამასთან ხო, ახლოს რომ მიიტანო. ირაკლის აღინაძესთან რეკავ, რა ვიცი, ალბათ ყველა მიცის, ჩემი ცოლის დაქალების პროდიუსერია და ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩემი ძმა და თქვენი ძმაც. კი ბატონო, უბრალოდ კარგი ადამიანი და ჩვენი მეგობარი. საღინა. ხო. ჯონიკ, გცალია 2 წუთი? მომისმენ დღეს ვერ გნახედა, ბიჭო, საახალწლო რაღაცეებზე მინდოდა რომ გველაპარაკა, მე რაღაცა ზესტაფონში. ველაპარაკებოდი ზუკას, აკრას პირველში გავუშვათო ის ტოპ ვისენიკო რა, მუსიკალური ნომრები და რაღაც. ბიჭო, რაღაცა რუბრიკა მოვიგონე როგორ, იცი, ნეშონპალა ქვია. ანუ არის აი ძველი რაღაცეები, ანუ ტიპები, რომლებიც დამყაყდნენ, ასე ვთქვათ, ჩამოცვიდნენ და ძირს არიან, დალპნენ, მაგრამ მაინც ფაფხურობენ. აი ეგეთი რაღაცა რუბრიკა. ხო, ხო, რაღაცას რა. აზარი არა ჩვენი რუბრიკა. ხო და უბრალოდ როგორი პონტი არის, იცი, რომ ჩემგან არის ძალიან უცნაური ისა გაკეთება ამისი რა, ეხა ნაშა მე არ ვარ, რაღაცა ტრაკი მე არ მაქვს, ჯიქანი მე არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს და ისეთი რუბრიკაა, რომ პოლიტიკური კი არ მინდა, აი უფრო სექსი ხაზის რო იყოს რა რაღაცა, რომ აი ამ ნაშას რო აღარ მოწონს ისეთი ტიპები, რომლებიც უკვე ჩამოცვიდნენ რა. ფაქტიურად ფასი არა აქვს, თორე რა ეგრე უნდა თქვა, როგორც ბიჟუტერიასავით უბრალოდ არიანო რა, რავი, როგორ გითხრა რა. ცოტა გაუგებრად შეიძლება გელაპარაკებ, მაგრამ მეც ახლა იმას ის რასაც ამბობ ზუსტად ფორმა ეგ როგორ იყოს მოწოდებული ეგ კიდევ ვიბაზროთ და ცალკე წამყვანი ყავდეს. კი, ხო, მომისმინე. უბრალოდ რა პონტი არის, ისე არ რაღაცას აკვიატესავით არ მინდა რომ ეხლა გაატრაკებ და გიხარია პონჩი არა, იმენა ვიბაზროთ, გავიაროთ დეტალურად და ისე ვქნათ, რომ ახალწლამდე დრო არის და თან რა ვიცი, ახალი იმას ისიც ხო, კიდე რა მინდოდა. ეს მეფეზე რომ რაღაცა სკეჩზე გითხარი იმ დღეს რა, მეფის სკეჩზე. ბიჭო, ამ ცხენების მოცემაზე იმენა ტვინს და ერთი არის, მაგრამ მეფეზე ცუდად გამოიყურება თვითონ ცხენი, იმნაირი ცხენი არის, აი ძალიან ჯაგლაგია უნაირო და მე ვფიქრობ რომ დავიკიდოთ ეგ და ჩვეულებრივად გავაკეთოთ ხის ცხენით. ხის ცხენით იყოს ვაფშე. სო, მით უმეტეს ვახიამის ჭიპონზეც ვახიამის ჭიპონზე ის პარტიაც ისწავლა, რა ქვია ეს ჩვენი ჰიმნი. ხო და მე მგონი კაი გამოა მეფე ხის ცხენზე და ჭიპონი ძალიან კაი არის რა შეჩემა რა. ხო, ხო, კაი, პროსტა თან წინსწრებით ვიღებ ჩვენ. ბიჭო, ისი რა მაინტერესებს? ადრე ეხა ერთ რაღაცაზე მიდოდა ხადავდა, ხო არ ტეხავს ჩვენგან თქო. გვარამიან რომ პირბადეს ჩაჯვი და არ თქვა თუ ეგრე ქვია თუ რაღაცა. ეგ ტერმინი ქართულია? ჩაჯვი? ხო, ანუ შეგვიძლია გამოვიყონოთ? ქართული რას ნიშნავს რაღაც გამიგია ადრეც, просто ჩაჯვი არის ჩაჯვიტზე გამბობდნენ ხოლმე არა. კი ბატონო, კლინჯი როგორც არის, ჰალსტუხი ეგრე არის ჩაჯვი ვირზე. ეგეთი სიტყვა რა, ანუ გამოგონილი სიტყვაა, მაგრამ გვარამიას თავის მხრივ არ გამოუგონია, просто დაარქვა იმ. ოღონდ ხა ჩაჯვი რო იყოს, უნდა გაიკეთო კურდუმოზე და პირზე თუ იკეთებ, რატო არის ჩაჯვი რო ხვდები просто. ესე პირდანა მოგდის. ამ საქმეში რომ ჭიპი გაქვს მოჭრილი ვიცი, მაგრამ ჭიპლარის თუ გქონდა დატოვებული არ მეგონა. კაი ძმა ხარ მოკლედ. ბიჭებთან ვარ თავარზე, ბიჭებთან. ჩემი ძმა ხარ. კაი საღინ, მადლობა, გადამარჩინე. ეგეთი არა ეთიერ მეპარება. მე მგონია რომ მიხვდა. სადღაც ჩვენგზაში მიხვდა რომ რაღაცა ახალი პარტია არის შემოტანილი. დამაჩერებლად ხალხი ნაფიც ვერ ამბობს და შენ ესე გზადაგზა რანაირად გილაპარაკე. მე მჯეროდა მე თქი მე. ჩვენი ნიკოლოზ ეჭვი არ მეპარებოდა თავს რო გაართმევდიან. არა, არც მე არ მაგრამ ხო ხედავ სად გიშველა ახლა შენ მაგადასემა აი ყველაფრის საშუალო. ყველაფერი ჩასვა. ვახიას რო ჭიპონზე აწყობინა ჰიმნი, აი ეგ იყო. აი ეგ ნახა მეფე რო ჯაგლაკი ცხენით ვიდა ვახია ჭიპონი. რაც აღწერა მთლიანად ეგ სცენა არ მოკლედ ნიკოლოზ შენი რა გაარქვი ამ წარმატებამ. ანუ